საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მიმდინარე კვირას კიდევ ერთ წევრ კომპანიას ესტუმრა BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად ქართულ რძის პროდუქტებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე სრულად გაეცნენ კომპანიის გადაიარაღებულ საწარმოს და იქ მიმდინარე სამუშაო პროცესს. 20 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი ბიზნეს ასოციაციაში გასულ წელს გაერთიანდა და როგორც ამბობენ, ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგებიც უკვე სახაზი არის. უფრო მეტ დეტალს ქართული რძის პროდუქტებისა და მათთან BAG-ის ვიზიტზე ჩვენი ვიდეო ისტორიიდან გიამბობთ. 50-მდე ტონა გადამუშავებული რძე დღიურად, 5 მილიონი ლარის რეალიზებული პროდუქტი თვის განმავლობაში და 300-ზე მეტი დასაქმებული. ეს ქართული რძის პროდუქტებია. კომპანია, რომლის ისტორიაც უცვლელი ხარისხით და გემოს ხელწერით უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება. განვითარების ტემპებმა ბრენდი საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცია. სტატუსის განმტკიცებას შესაბამისი ბიზნეს პარტნიორობა დასჭირდა. ასე ჩაეწერა გასულ წელს ქართული რძის პროდუქტები იმ 100-ზე მეტ უმსხვილეს კომპანიას შორის, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს. მასშტაბისთან ერთად პრობლემებიც მასშტაბური ხდება და იქნებოდა ეს საკანონმდებლო პრობლემა თუ სხვა სახის პრობლემა და შესაბამისად კომპანია საჭიროებს მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა ჩვენ ვიპოვეთ ბიზნეს ასოციაციის სახით. ვთვლი რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო სხვა კუთხით. ვიღებთ ძალიან ბევრ საჭირო ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერასაც ყველა ორგანოსთან თუ კერძო თუ სახელმწიფო სექტორთან. ეს საწარმო ისტორიულად კი არსებობდა, მაგრამ ეს საწარმო ასაკით მე მგონი თვითონ მისი ერთ-ერთი დამუზნებლის და ფლობელის ასაკისაც არის უკვე. და სწორედ ეგ არის, რომ ძველ საწარმოში შემოდის ახალგაზრდა ადამიანი თავისი ახალი იდეებით, განსხვავებული ბიზნეს მოდელით, განსხვავებული კონცეფციებით და ქმნის საბოლოო ჯამში ქართულ პროდუქტს, ქართულ წარმოებას. მე მგონი ეს არის რაც ჩვენ გვჭირდება ჩვენს ბიზნესს რაც ჭირდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გვჭირდება ადგილზე წარმოება, მაგრამ ეს წარმოება უნდა იყოს აი ამ სიახლეებით გაჯერებული, რომელიც თუნდაც ამ საწარმოში დღეს ჩვენ ვნახეთ. ქართული რძის პროდუქტები ბრენდ სვანურის ქვეშ იყიდება. დაფარვის არეალი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად ყველა სუპერმარკეტს მოიცავს. სვანურის არაჟნით დაწყებული ამბავი მიმდინარე თვიდან პროდუქტების ნაირსახეობით გრძელდება. ბრენდის ახალმა იდენტობამ, განვითარების ახალ რელსებზე გადასვლა და პორტფელის გაფართოებაც უზრუნველყოფ. სვანურის ბრენდის ქვეშ ახლა უკვე 20-ზე მეტი სახეობის პროდუქტი ერთიანდება. მასშტაბის დიაპაზონი ფაქტობრივად ყველა სახეობის რძის ნაწარმს აერთიანებს. ტრადიციულით დაწყებული, ტკბილი ხაზით დამთავრებული. ტექნოლოგიურ პროცესებს რაც შეეხება ვიყენებთ მსოფლიოს ორი ლიდერი კომპანიის დედოებს, ესენი არის კრისტიან ჰანსენი და დანისკო. კომპანია არის აღჭურვილი თანამედროვე დანადგარებით, გადაიარაღება მოხდა შარშანაც, წელსაც და დასრულდა ეს გადაიარაღება ერთი თვის წინ დაახლოებით. ავტომატიზაციის პროცესი გვაქვს დაწყებული და უკვე თითქმის ბოლოში გავდივართ. სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება ნაკლები შეხება იყოს ფიზიკური ადამიანების პროდუქტთან. სიმძლავრები არ არის შეზღუდული, ამ საწარმოს შეუძლია გაორმაგება და ალბათ ყველაზე მთავარი პრობლემა შეიძლება მას დაუდგეს არის ადამიანური რესურსი, კვალიფიციური კადრები და ჩვენ ალბათ თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გვაქვს და გვექნება საწარმოსთან, სწორედ ეს არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, რომ შესაბამისი პროგრამები არსებობს, კვალიფიკაციები გადამზადება და ამავდროულად რომ საწარმოს კონდეს შესაძლებლობა მოთხოვნის და შესაბამისად გაფართოვდეს, გაორმაგდეს, მეტი ადამიანი დაასაქმოს, მაგრამ ეს ადამიანები ბაზარზე კვალიფიციური კადრების სახით უნდა არსებობდნენ და ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ. კომპანია პროდუქციას ადგილობრივი და ევროპიდან იმპორტირებული ნატურალური ნედლეულით აწარმოებს, ხოლო ნედლი რძით ძირითადად ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან მარაგდება. ბიზნეს ასოციაციის წევრს რა გასაკვირია და სწორება მაღალ, სრულად დასავლურ სტანდარტზე აქვს. ისიც კარგად იციან, რომ აწეულ თამასას შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ საქმიანების ყოველდღიური რუტინა ხარისხის მკაცრ კონტროლს და განახლებულ ლაბორატორიაში წარმოების ყველა ასპექტის მუდმივ მონიტორინგს მოიცავს. ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ასევე დისტრიბუციის ხარისხი ამავე პროდუქტის. ზოგადად ყველაზე რთული სფეროა იმ მხრივ, რომ დაწყებული ნედლეულიდან დამთავრებული საბოლოოდ მომხმარებლამდე ძალიან ბევრ რთულ პროცესს გადის. ტემპერატურული რეჟიმებია ძალიან მნიშვნელოვანი, ჰიგიენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია გამოყენებული ნედლეული და დამუშავების მაღალი ხარისხი. ამ ყველა კუთხით რეფორმები განხორციელდა, განვახლეთ ავტომატიზაცია
ავტოპარკი. ასევე განვახლეთ მენეჯმენტის მართვის სისტემები. ქართული რძის პროდუქტები ყოველწლიურად სტაბილურ 40%-იან ზრდას აჩვენებს. რიცხვებს მიღმა კი არიან ადამიანები, სვანურის ერთხელ გასინჯულ გემოს რომ არ ღალატობენ და ასე მოჰყვებიან ბრენდს. მრავალწლიანი ერთგულებით. მომხმარებლების ზრდის დინამიკა ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას გარდაუვალს ხდის. ამისთვის გეგმა უკვე გაწერილია. ახალი საწარმო უნდა გაიხსნას და წელი პროდუქციის გაორმაგებული ოდენობითა და გაზრდილი ასორტიმენტით დაიხუროს.